DGSI, MI6, BND, რომელია ევროპის საუკეთესო დაზვერვა. ეს არის ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილთან. DGSI MI6, BND, რომელია ევროპის საუკეთესო დაზვერვა. აი რა კითხვა ახლა ეს? ამ კითხვის დასმა როგორ შეიძლება, როცა არსებობს SUSI, რა MI6 და რა BND. იმათ თუ ვიღაცა მეტრეველი ყავთ, ჩვენ დინარაზე ყავს. აუ, ახლა გამახსენდა, აღარ ყავს. ალბათ მაგიტომაც დაგვიბრიყოს და კატებს აყეფებენ უკვე. ბრიტანულს თუ ფრანგულს თუ გერმანულს. ბრიტანელებს დაზვერვა სისხლში აქვთ. MI6-ში ოქსფორდისა და კემბრიჯის საუკეთესო კურსდამთავრებულები მიდიან. ჩეხური სპეცსამსახური, ღმერთო, საუკეთესოები არიან. ეს გამოკითხვა ფრანგულმა ჟურნალმა ექსპრესმა მოაწყო. ძალიან ავტორიტეტულმა და სერიოზულმა ჟურნალმა. ცოდნე ხალხს კითხა პროფესიონალებს, 60 ევროპელ მზვერავს. ისეთებს არ ახავ, სექტემბერში რომ ლეიტენანტობი დააწყებინეს და აპრილში გენერალ-მაიორის წოდებით უკვე გააპანყურეს. პროფესიონალების გამოკითხვის შედეგი. ეს არის ეს შედეგი. ევროპის საუკეთესო სპეცსამსახურების სია. ამ ზაფხულს პირველად გთავაზობთ საუკეთესო სადაზვერვო სამსახურების ცხრილს. დაზვერვა ძალაუფლების ატრიბუტია. როგორც ბირთვული ბომბი, ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში ან ავიამზიდი. ქავს თუ არა კარგი ჯაშუშები განსაზღვრავს, გცემენ თუ არა პატივს გეოპოლიტიკაში. პირველ სამეულს ხედავთ როგორც დალაგდა. ბრიტანელები, რომელთაც დაზვერვა სისხლში ქონიათ, ფრანგები და ნიდერლანდელები. ამ რანგირებისთვის 60 პროფესიონალი გამოგკითხეთ. მოქმედი ან თადარიგის. ყველამ დაგვისახელა საკუთარი საუკეთესო ხუთეული და ზოგიერთი დაზვერვა გააკრიტიკა. კონტინენტური ევროპის იქითაც არის კომპეტენტური სადაზვერვო სამსახურები, მაგრამ მათ ალბათ გლობალური წვდომა აკლიათ. ასეთი წვდომა არ აკლიათ DGSI. ყველგან შეუძლია მუშაობა, გლობალური ძალაა, რაც ნიშნავს, რომ მისი გავლენა საფრანგეთის თავდაცვის სფეროს ცდება. პირველი სამი გავიგეთ და მერე? აი მაგას როგორ ახსნით? მეოთხეზე უკრაინა და მეხუთეზე გერმანია. მოსკოვში ოპერაციებისა და დარქმების ჩასატარებლად და იქიდან თავის დასაღწევად უკრაინელებს არავის ჯობია. 4-5 წლის წინ იმავე ხალხის გამოკითხვით იმავე შედეგს მიიღებდით, რა თქმა უნდა არა. უკრაინის სპეცსამსახურები და როგორც ხედავთ სიაში, ერთადაა SBU და HUR, ანუ უშიშროების სამსახური და სამხედრო დაზვერვა. ომში გაიწურდნენ. ომში დახელოვდნენ. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ცხოვრება მაიძულა. გამხდარიყვნენ მაგრები და გახდნენ 60 ევროპელი პროფესიონალის აღიარებით. და SUSI მამუკას განმიტოვებული ევროპელ კოლეგებს არც გაახსენდათ. ან კოლეგებად ართულია ნეგენი რუსული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ნაწილი არიანო, ან პირი შეკრეს და არ აღიარებენ, რა წარმატებით მუშაობს ქართული სპეცსამსახური. ჯერ მარტო სახელმწიფო ღალატის რამდენი საქმე აქვთ აღზრული, საბოტაჟისა და გადატრიალების. რამდენი ნახმარი საბურავი აქვთ აღრიცხული, როგორც რევოლუციის იარაღი. და როგორ ერთგულად იცავენ იმ კაცის ძილს საბნის ქვეშ. კუჩი, სტაფილოს წვენის ბუხბუყი რომ გაუდის ხოლმე. პროჭორილელები გაშინებენ მეორე ფრონტით? კი, დღე და ღამე. უკვე ბევრი წელია და თვითონ თუ აკეთებენ რამეს რომ მზად შეხვდნენ საფრთხეს. არც არაფერს. აი სხვები კი, ვისაც საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა რეალურად აქვს. იმიტომ რომ მართლა არჩეულია და მართლა პოლიტიკოსია. ის ხვები მუშაობენ, რათა თავი მართლა დაიცვან. ბირთვული იარაღი ნატოს 3 ქვეყანას აქვს: შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს. ახლა კი ნატომ ალიანსმა განსაკუთრებული ხმაურის გარეშე დაიწყო მუშაობა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე ბირთვული იარაღის განსათავსებლად. საუბარი არ არის ბალისტიკურ რაკეტებზე, საუბარია ავიაბომბებზე ან ფრთოსან რაკეტებზე. ერთი დარტყმით მთელ ქალაქს ვერ მოსხრავს, მაგრამ მაინც ბირთვულია. ცივი ომის დროს ევროპაში ამერიკული ბირთვული იარაღი მეტი იყო. ახლა დარჩა დაახლოებით 100 ბომბი B-71-12. სურვილი შემთხვევაში ეს ბომბები შეიძლება სამჯერ უფრო ძლიერიც გამოდგეს ვიდრე ჰიროსიმის ბომბი. B-71-12-ს ამერიკელები ინახავენ გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის ბაზებზე. ბირთვული იარაღი თურქეთში ან ბელგიაში არ ნიშნავს, რომ ან პრეზიდენტ ერდოღანს ან მეფე ფილიპის შეუძლიათ მისი ამოქმედება. არ შეუძლიათ. იარაღი ამერიკის არმიის სრულ კონტროლზეა და მოქმედებას იწყებს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. მაგრამ არის დათქმა. ისევ და ისევ ამერიკის პრეზიდენტის ნებართვით ომის პირობებში, რა თქმა უნდა,
ბირთვული ბომბებით შეიძლება აღიჭუროს უკვე მასპინძელი ქვეყნის თვითმფრინავი და შეასრულოს ის ამოცანა, რომელსაც ნატო, როგორც გადაწყვეტილების კოლექტიურად მემღები ორგანო დაუსახავს. კოლექტიურად. ალიანს ამისთვის აქვს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფი, რომელშიც ბირთვული საფრანგეთი არ შედის მხოლოდ. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ფრანგულ ბირთვულ რაკეტებს მხოლოდ მისი პრეზიდენტი აამოქმედებს და არც არავის არ კითხავს, თეორიულად. ასე ცხადი არ მოხდება, მაგრამ სწავლებების ჩატარებისას მაგალითად ნატო ფრანგული იარაღის ფაქტორს ვერ იყენებს, ვერ ითვალისწინებს, განსხვავებით ამერიკული და ბრიტანული არსენალისგან. ოღონდ ამ ყველაფერთან ერთად ფრანგები ალიანსისგან დამოუკიდებლად ატარებენ თავის ბირთვულ წვრთნებს. იარაღის გამოყენების გარეშე, რა თქმა უნდა. მოკავშირეების ავიაციასთან ერთად ვარჯიშობენ ბირთვული მუხტების მატარებელი რაფალების, მაგალითად, საწვავით საჰაერო შევსებაში, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში და ასე შემდეგ. ივლისიდან ფინეთმა გააუქმა თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვა, რომელიც ძალიან ბევრი ათეული წელი მოქმედებდა. ნეიტრალიტეტთან ერთად. ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს ახლა ამ მომენტში ვინმეს ბირთვული იარაღის განთავსების კონკრეტული გეგმა, მაგრამ ნატოს ბირთვული შეკავების პოლიტიკას შეუერთდება. რატომ ალაპარაკდნენ და აკეთებენ ახლა ამას? იმიტომ რომ რუსეთმა წლებია განათავსა ბირთვული იარაღი ბელარუსში. უფრო ზუსტად დააბრუნა და რამდენიმე კვირის წინ ერთობლივი სწავლებაც კი ჩაატარა მისი გამოყენებით. ნატოც მაგისთვის არსებობს, რომ რუსი დააუყოს თავის საზღვრებთან მაინც და გასაგებად აუხსნას, რომ ბირთვული შანტაჟი ბირთვულ პასუხს გამოიწვევს და არა შეშფოთებასა და აღშფოთებას. ასე იქნება მოსკოვი ბერლინის წილ, პეტერბურგი ლონდონის წილ. აბა, გაბედაო. Какая-то мразь, простите за выражение, просто от начала до конца взяли и поцарапали нам машину. Вот так вот прям провели и все чем-то, ключом или чем, непонятно, прям от начала до конца. Აი, რამდენი იდიოტობა გვინახავს, რამდენი იდიოტობა მოგვისმენია და რამდენჯერ გვიფიქრია, წმინდაო ბიზინა, რაში ხარჯავს ეს ქვეყანა ჩემს გადახდილ გადასახადებს. მაგრამ ახლა იდიოტობათა შორის უიდიოტორეს საქმეს მივადგეთ. ჩვენ რა, სუსი მიადგა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება განადგურებას გულისხმობს. ეს მართლა ჩვენ თავს ხდება. ეს ხალხი ამას მართლა ამბობს და მართლა იწყებს გამოძიებას, როგორ დაავალა deep state-მა ვიღაც მეკორწილეს რუსი დედაკაცის ცემა კახეთში. მერე ვინმე დავითს ფული როგორ გადაუხადა, რომ რუსი ტურისტების შეკვეთილ ხაჭაპურში ჩაეფურთხებინა. ვინმე ლევან მერაბიშვილს, არ ვიცი, მტრედის ფეხზე შებუნული წერილი როგორ გამოუგზავნა, რომ მას რუსების ხინკლის ფარში ჩაეფსა. და უამრავი სხვა რამ დაუსრულებლად. ხა ცალკე აღებული ცემა ხულიგნობაა. ჩაფსვა და ჩაფურთხება, დიდი ხა სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ალბათ. მაგრამ როდესაც ბორია ძლევამოსილი სუსი ამეებსა და კიდევ სხვა საქმეებს აერთიანებს და საბოტაჟს არქმევს, იქ გულისხმობს, რომ იწყება ახალი კამპანია, რაზეც კოცები ნისკარტის მოცვეთავზე ილაპარაკებენ ახლა. როგორ მუშაობენ შავბნელი ძალები საქართველოში რუსების სტუმრობის შესაფერხებლად, ანუ ტურიზმის ჩასაძირად და ორი მართლმადიდებელი ერის შერიგებისა და ძმობის შესაშლელად. ამ დეგენერატობებს იქამდე ილაპარაკებენ, სანამ ოპოზიციას არ მობეზრდება თვითონ პასუხის გაცემა. როცა მიხვდებიან, რომ თემა ამოწურულია, ამ საქმესაც დახურავენ. ან არ დახურავენ, მაგრამ წარმატები დაივიწყებენ. როგორც რუსთავი ორის მიერ რაღაც საბურავების შეგროვებისა და სხვა საქმეები დაივიწყეს. პირველ ეტაპზე კოცების კრიტიკოსებიც კი იხალისებენ, აბა რომელ პარტიას დაბრალდება ახლა ხინკალში ჩაფსმის ორგანიზება, რომელს ხაჭაპურში ჩაფურთხების, რა ვიცი, რომელი კოალიციის წევრი აღმოჩნდება გიდი, ვინც რუსი ტურისტები ტყეში წაიყვანა რაჭაში და დატოვა და მოხია. ვინ ზექალამ არ გამოუცვალა თეთრეული ეძინავერცებს ბათუმის სასტუმროში და ვინ ყლეკალამ და ყლეკაცამ დაიჯერეს ეს იდიოტობა. რადიო თავისუფლებამ სხვათაშორის გამოაქვეყნა ძალიან საყურადღებო მასალა. ძალიან წვრილი ინფორმაცია იმ სოციალურ ანგარიშებზე, ვის სახელითაც გამოქვეყნდა ეს პოსტები. რუსი მკვლევარისავე თქმით, რომელიც გაქცეულია ახლა რუსეთიდან, ეს ანგარიშები თითქმის დადასტურებულად არაქართველებისაა და თითქმის დადასტურებულად ამას რუსი ბოტები წერენ. აწერინებენ. შემდეგ კი ქართული სუსი, უკვე ქართულად წოდებული, იწყებს გამოძიებას და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოაცხადოს, აგერ აი ეს პოლიტიკური ძალა იდგა ამის უკან და ეს პოლიტიკოსი, ის მედია და აი ის სამოქალაქო ორგანიზაციაო. მოკლედ, ბორიამ შექმნა კიდევ ერთი საბაბი, რომ ციხეში ჩაყაროს მისთვის მიუღებელი ადამიანები. სუსი, რა თქმა უნდა,
არასდროს დაიწყებდა გამოძიებას რუსეთიდან მართული მიზანმიმართული კამპანიის გამოსაძიებლად. არც კი იკითხავდა საინფორმაციო ომის მორიგ ფაზაში ხომ არ შევედითო. თუ ასეა, ვის შეიძლებოდა საინფორმაციო ომი წამოიწყო ქართული ტურიზმისა და ეკონომიკის წინააღმდეგო? ამაზე პროჭორლელების პასუხია ოპოზიციას, უსამშობლოსა და უღმერთოს. ნაციონალური მოძრაობა რომ ყრილობას ატარებს, ან ლეიბორისტული პარტია ბრიფინგს აწყობს. სინამდვილეში მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ ჩააწვინონ ტურიზმი, როგორ დაფხაჭნონ რუსის მანქანები, როგორ გააღატაკონ სასტუმრო რესტორან, კაფე, ბარ, დისკოტეკა, კაზინო ტურფირმების მფლობელები და თანამშრომლები. და როგორ გამოუთხარონ ძირი ქოცის ნაშენებ უპრეცედენტო მშვიდობასა და კეთილდღეობას. პირდაპირ მნიშვნელობით როგორ ჩაუბრან და ჩაუჯვან ბატონ ბურიას აქამდე ასე წარმატებით მოტანილ და ნაკეთებ რუსულ საქმეში. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-სა და Facebook-ზე. რაც დავბიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა.